უცხო სხეულები ბავშვის ყურში, ცხვირში, პირში. აი ესე, ზუგზე, ესეთი მსუბუქი მოძრაობით და დარტყმებით ვცდილობთ, რომ ეს უცხო სხეული ამოვაგდოთ. თვითკვება ძალიან კარგია, მაგრამ დიდი ულუფის მიღება ბავშვისთვის შეიძლება სარისკოც კი იყოს. ძირითადად მომართვიანობა არის ცხვირით სუნთქვის გაძნელებასთან დაკავშირებით, ყურის დაავადებებთან დაკავშირებით, გლანდების პრობლემებთან დაკავშირებით. ესე დამკურნალები პაციენტები მოხვედრილი ჩვენთან ყურში მარილის ჩაყრით, ყურში სანთლის ჩასხმით. მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან ოჯახში. ჩვენი პოდკასტის სპონსორია სტუდია ანანასი და სწორედ სტუდია ანანასში მიმდინარეობს ჩვენი ჩაწერები. სტუდია ანანასი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მომსახურებას და თქვენი სარეკლამო კამპანიის იდეალურ წარმართვას. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი გახლავთ ოტორინოლარინგოლოგი, ყურწმის ქირურგი თამთა გვასალია. გამარჯობა თამთა. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩვენი შეხვედრა საერთოდ არ უკავშირდებოდა საექიმო სფეროს, თამთამთან არის ფოტოგრაფი და სწორედ ფოტოგრაფიამ შეგვახვედრა ჩვენ ერთმანეთს და შემდგომ ეს საუბრებში შვილის გამოცდილებებით გაირკვა, რომ ძალიან საინტერესო სფეროში მოღვაწეობს, ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვს და მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ თქვენთვისაც გაგვეზიარებინა ეს გამოცდილება. შენ გიწევს უამრავ ადამიანთან, არა მხოლოდ ბავშვებთან, უფროსებთანაც შეხება. შენი სპეციალობა არ განსაზღვრავს ბავშვის ექიმს ან მხოლოდ უფროსების ექიმს, ხო, როგორც იცი, ჩვენ სპეციალობაში გაყოფილი არ არის. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, ესე ვთქვათ, და ზღვარი არ არის. რამდენად ხშირად გყავს ბავშვები პაციენტებად? ძალიან. და აი რა არის ყველაზე ხშირად რა საჭიროებები აქვთ ამ შენს პაციენტებს? ძირითადად მომართვიანობა არის ცხვირით სუნთქვის გაძნელებასთან დაკავშირებით, ყურის დაავადებებთან დაკავშირებით, ასევე ტონზილების გლანდების პრობლემებთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული გლანდების პრობლემებთან დაკავშირებით. რაც ბევრი ჩივილია, ეს არის ძირითადი ჩივილები, მაგრამ ბევრი სხვადასხვა დაავადება, რომლის გამოც მოყავთ ბავშვები ჩვენთან. და ჩემთვის ახლა ყველაზე საინტერესო არის უცხო სხეულები ბავშვის ყურში, ცხვირში, პირში, რომელიც ასევე, როგორც ვიცი, საკმაოდ ხშირი მიმართულება არის შენთან. ძალიან ცნობის მოყარებები არიან და უნდათ რომ ყველა საგანი სათამაშო იქნება თუ უბრალოდ მათთვის უბრალოდ მიმზიდველი საგანი რატომღაც დატესტონ ყველა მიმართულებით და ერთ-ერთი ტესტების საშუალებაა როგორც ჩანს ეგრო ხშირად ხო გასინჯონ. ხშირად აღმოჩნდება ეგეთი სათამაშო თუ პატარა ზომის ნივთი სასუნთქზებში, ანუ ცხვირის ღრუში, ასევე პირის ღრუშიც, პირის ღრუში ალბათ ყველაზე გავრცელებულია მათ შორის და ასევე ყურებში. ხო, აი ყურებს ნაკლებად წარმოვიდგენდი, ყველაზე ნაკლებად რასაც წარმოვიდგენდი და ყველაზე იშვიათი არის თუ არა ყური? ვერ ვიტყოდი, რომ ყველაზე იშვიათია. ანუ ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული არის. უფრო მეტად ბაღის ასაკის ბავშვებს ახასიათებთ ეგეთი რაღაცა, თუმცა შემდეგ ასაუცრად სკოლის ასაკის ბავშვებშიც ყოფილა მსგავსი შემთხვევები, რომ რაღაცა საგანი ჩაუტენია ყურში. აი ყველაზე უცნაური გამოცდილება რა გქონია ამასთან დაკავშირებით? ჩემი პროფილის ექიმებისთვის უცნაური არ იქნება, მაგრამ ჩვენთვის უცნაური. საზოგადოებისთვის უცნაური შეიძლება იყოს მაგალითად ცხვირში ჩატანილი ლობიოს მარცვალი, ბარდა, სიმიდი, ყოფილა ეგეთი შემთხვევები. ასევე პატარა სათამაშოები, პატარა ზომის სათამაშოები, ლეგოები და ასე შემდეგ. გოგოებში ხშირად არის ძივები, ძივის ბურთულები. ჩატანილი როგორც ცხვირში, ასევე ყურში. აი ლობიოს მარცვალი ხა, არ არის დიდი, მაგრამ არც ისეთი პატარა არის, რომ პატარა ბავშვის ცხვირში მოთავს წესებს, ხო? აი რას ვაკეთებთ, როდესაც სახლში ვარ და შევხედე, რომ ჩემი შვილი ლობიოს მარცვალს იტენის ცხვირში, ან ყურში, ან გადაყლაპა თუნდაც და ვერ ჩაყლაპა. პირველადი დახმარება რა შემიძლია გავაკეთო? ან როდის უნდა მივმართო ექიმს? აი ეს მაინტერესებს, იქნება და გადავწყვიტო, რომ მე ეხა ვხედავ ამას და უცებ ჰოპ, თხილით იქნება ჩამოვაძრო ეს და ვუშველო მე თვითონ. ხო, მცდელობა ხშირია, რა თქმა უნდა, პირველი ეტაპი ის არის, რომ მშობლები თვითონ ცდილობენ ამ ყველაფერთან გამკლავებას და თვითონ ცდილობენ, რომ ამოიღონ ეს უცხო სხეული. თუმცა, როგორც კი შეამჩნევ, რომ შენთვის ხელმიუწვდომელია, ესე ვთქვათ და პირიქით ეს მარცვალი იქნება თუ რაღაც უცხო სხეული მიდის სიღრმეში და საერთოდ არ აპირებს რომ გარეთ გამოვიდეს, ცდების მიუხედავად, მაინც ჯობია, რომ წავიყვანოთ ესეთი ბავშვი ექიმთან, აუცილებლად მჯდომარე მდგომარეობაში.
არა დაწოლილი, ვთქვათ, აუცილებლად ნეყოს მდგომარე მდგომარეობაში, კარგი იქნება თუ თავი იქნება წინ გადმოხრილი პირიქით. ესეთი პოზიციით უნდა იყოს. თუმცა პირველ ცდად შეიძლება თუ ეხა ბავშვი ძალიან პატარა არ არის, უთხრა რომ ჩაბეროს ცხვირში, ანუ დაუხუროს ერთი მხარე მშობელმა, რომელიც თავისუფალია შედარებით და მეორე მხარეს იქნებ ჩაბეროს და ხშირად ხდება რომ ეს ჩაბერვით გამოვარდება ხოლმე ეს უცხო სხეული. ხო, ეს ცხვირის შემთხვევაში, მაგრამ ყურში როდესაც გაქვს რაღაც ლობიოს მარცვალი შეტანილი, ანუ ხთითითაც ძალიან რთულია. ხო, არა, ყურის შემთხვევაში გააჩნია რას იტენის ბავშვი ყურში. არის შემთხვევები, როცა ვთქვათ, იგივე სათამაშო, იგივე რაღაცა სამკაული აქვს შეტანილი, გარეთ ესასმენ მილში. გააჩნია ასეთ შემთხვევებში ხშირად ექიმსაც კი უჭირს, თან ეს ამოღება, მუცხოვრის ამოღება ხდება მიკროსკოპის ქვეშ, აუცილებლად მიკროსკოპული დათვალიერებით და ხშირად მაშინაც კი არის ხოლმე პრობლემა, როცა ექიმი არ იცის რა ფორმის არის ეს უცხო სხეული. აი თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც უცებ ბავშვმა რაღაც უცხო სხეული შეიტანა, დედამ ცადა რომ მე თვითონ დავეხმარები და სიტუაცია იმის მაგივრად რომ უკეთესობისკენ წასულიყო დახმარებოდა, ანუ გაუარესებულა ცდილობებით. კი, რა თქმა უნდა. ანუ ბავშვის სასმანი მილი არ არის, ეხა ბავშვის არა ნებისმიერ ადამიანის არ არის იმ ზომის, რომ ძალიან ბევრიც და გაპატიოს, ესე ვთქვათ. ყოფილა შემთხვევა, რომ დაფისაკის დაზიანებამდე მისულა ეს ამბავი, იმიტომ რომ მშობლის მცდელობა რომ ამოიღო უცხო სხეული სახლის პირობებში, დამთავრებულა ესეთი შედეგით, რომ დამთავრებულა გარეთ სასმელი მილიდან სისხლდენით, რაც გამოწვეულია ძირითადად იმით, რომ ეს უცხო სხეული შევიდა სიღრმეში, დააზიანა დაფისაკი და შესაბამისად წამოვიდა სისხლით. თუმცა ეს არ არის უსაშველო პრობლემა, ხო? თუ ასეთი რამ მოხდა? უსაშველო არ არის, უბრალოდ იმ მომენტში ბავშვი გრძნობს ძლიერ ტკივილს, არის სისხლდენა, მშობელი შეიძლება ამ შემთხვევაში უფრო დიდ პანიკაში ჩავარდეს, ვიდრე იყო. და ნუ ყველა ვარიანტში საჭიროა სტაციონარში. შეიძლება თუ არა, ამ ყველაფერმა, აი ამ შეცდომამ, მშობლის შეცდომამ გამოიწვიოს ბავშვის სმენის დაქვეითება. იმ მომენტში, როცა დაფისაკის თლიანობის დარღვევა ხდება, რა თქმა უნდა, სმენის დაქვეითება თან ახლავს ამ ყველაფერს, მით უმეტეს, როცა სისხლი მოდის, როცა გამონადენია ყურიდან და ეს ყველაფერი ისედაც მექანიკურად ახშობს სასმენ მილს და ისედაც იწვევს სმენის დაქვეითებას. თუმცა აი ნერვის დაზიანება ესე არ ხდება. ანუ ეს რაღაც პერიოდში, ნუ იმ მომენტში, როდესაც ტრავმა აქვს ბავშვს, შეიძლება იყოს სმენის დაქვეითება, მაგრამ როდესაც მუშუშდება ეს ყველაფერი, რაღაც პერიოდის შემდგომ უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. ეს სწორად გავიგე ეს? სწორად გაიგეთ, უბრალოდ არის შემთხვევები, რომ დიდი ზომის პერფორაცია ხდება დაფისაკზე, ანუ დიდი ზომის დაზიანება არის. მაგ შემთხვევაში უჭირს შეხორცება, უჭირს კიდეებს ერთმანეთთან მისვლა და მთლიანობის აღდგენა. გააჩნია, რა თქმა უნდა, მასშტაბს. რა დონის დაზიანებაა. მაგრამ აი პრაქტიკაში უფრო ხშირად როგორ არის ხოლმე? აი იცი რა მინდა რომ აი ვთქვათ მოხდა ესეთი შემთხვევა რა, დაემართა ბავშვს ესეთი რაღაც. მშობელი ხო ნუ პანიკაში არის ცალსახად, მაგრამ მე იმას ფიქრობს რომ ჩემი შვილი ეხა ჩემი შეცდომით სმენა დაქვეითებული არ გავხადო მე თვითონ რა და ეს პანიკას აასმაგებს ალბათ ხო? მე ეს პანიკა შვილზე გადადის და ის მე დედას რო ხედავს და პანიკებულს მამას ხედავს თვითონ უარეს პანიკაში არის და შეიძლება სადღაც კონტროლი დაკარგო ადამიანმა რომ ეს ეხა მართლა ტკივილისგან არის გამოწვეული და პრობლემისგან თუ იმიტომ რომ დედა პანიკაშია. ყველაფერი ერთად არის ამ შემთხვევაში. როცა ეგეთი ფაქტი ხდება, ყველაფერი ერთად არის. თუმცა მარტო უცხო სხეულით არ შეიძლება ეგ ყველაფერი მოხდეს, რა თქმა უნდა, ყურის წმენდის დროს, ბანალური წმენდის დროს შეიძლება მოხდეს დაფისაკის დაზიანება, მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში სმენის დაქვეითება არის, ხო გაუნებით, გააჩნია მასშტაბს, რა მასშტაბის არის ეს დაზიანება. თუ პატარა პერფორაცია, რასაც ჩვენ პატარა პერფორაციას ვეძახით, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ანთებითი დაავადების დროს, ანუ ოტიტის დროს განვითარდეს, დიდი შანსია, რომ ეს შეხორცდეს. მოკლედ, სმენის დაქვეითებას გამოიწვევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ვერ შეხორცდება და დარჩება ღია. და რამდენად ხშირი შემთხვევებია? ბავშვებში არ არის ძალიან ხშირი, თუმცა არც ისე არ არის, რა ვიცი, რომ სტატისტიკურად მაინც რაღაცა პროცენტი არის, როცა რჩება ღია. მაგრამ იშვიათი. ხო, ძალიან ხშირი არ არის. კარგი. რა რეკომენდაციები შეიძლება გასცა ყურის წმენდასთან დაკავშირებით?
რამდენად აი რა სიხშირით უნდა გამოუწვეთ ყოველი ბანაობის შემდეგ, აი ყოველდღიურად ხდება ეს პროცესი, არის თუ არა ნორმალური? კი, ჩვენ ვაძლევთ ესეთ რეკომენდაციებს, რომ ყოველი ბანაობის შემდეგ გაიწმინდოს იმ დონეზე, რა დონეზეც მისი პირსახოცი აძლევს საშუალებას, ასევე შეიძლება გაიწმინდოს ბამბით და არა ჩხირით. უბრალოდ ბამბით, რომ გარეთ ესასმენი მილის შესასვლელი, ნიჟარა და ასე შემდეგ. მაგრამ ჩხირით გაწმენდის შემთხვევაში მაინც ჯობია რომ 2-3 კვირიანი შუალედი დავიცვათ. და თუ გოგირდი უგროვდება ბავშვს? ეს არ უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაუგროვდეს. ანუ გოგირდის გამოყოფაც არის ძალიან ინდივიდუალური. ანუ წმენდა რადგან ყოველდღე უწმინდა არ ნიშნავს, რომ აღარ გამოიყოფა. ხო, არ გამოიყოფა. თუ ანუ რის თქმა უნდა, იცი, რადგან ყოველდღე უწმინდა არ ნიშნავს, რომ იმიტომ არ გამოიყოფა, იმიტომ არ უგროვდება, რომ ყოველდღე უწმინდა. უბრალოდ ინდივიდუალურია, ზოგი ორგანიზმი გამოიშვებს ჭარბად ამ გოგირდს, ზოგი საერთოდ არა. ზოგს საერთოდ არ ჭირდება წლების განმავლობაში შეიძლება საერთოდ არ დაუგროვდეს. იმიტომ რომ ყურს აქვს თვითწმენდის ფუნქცია. ეს გოგირდი, გამოყოფილი გოგირდი გამოდის ხოლმე გამოსასვლელში და ერთ ესასმენი მილის გამოსასვლელში გამოდის და ყოველი ბანაობის დროს უმტკივნეულოდ, ესე ვთქვათ, ტოვებს ორგანიზმს, ისე რომ არ ჭირდება ზედმეტი ჩხირით წმენდა. კი ბატონო. მაინტერესებს აი ბავშვები, ახალდაბადებულ ბავშვებზე განსაკუთრებით არის ხოლმე ეს მომენტი, როდესაც მშობლები ნერვიულობენ იმაზე, რომ წყალი არ ჩაუვიდეს ბავშვს ყურში და როგორ მოვიქცე, რა დავაფარო, რა ავაფარო, რა ზომები შეიძლება მივიღო ისე, რომ ბავშვს ყურში წყალი არ ჩაუვიდეს და რაღაც ანთება არ გამოვიწვიო ამით. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყურში წყლის ჩასხმა, როცა ყური არის ჯანმრთელი და არის დახურული, ესე ვთქვათ, დაფისაფს არანაირი პრობლემა არ აქვს. არც წყლის ჩასვლა არ არის პრობლემა. აბსოლუტურად ამის პრობლემა არ არსებობს. თუ ბავშვი პრობლემურია და ყური დაფისაფკი არის ღია, ესე ვთქვათ, რაღაც მიზეზის გამო, არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს, რა თქმა უნდა, წყლის ჩასვლა არც ერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული. მაგრამ აი ბავშვი როდესაც იბადება და ჩვენ ხო ხა არ ვიცი რაღაც ესე განსაკუთრებულად ხო არის იცი რომ ყურზე რაღაც პრობლემა აქვს ბავშვს. ჩვენ შემთხვევაში პედიატრის რეკომენდაცია იყო რომ არაფერი არ ააფარო ბავშვს ყურზე და დაბანის შემდეგ უბრალოდ შეუმშრალე, რაც თქვენ ახლა გითხარით. მაგრამ მე წამიკითხავს და მინახავს ბერი მშობელი, რომელიც თავიდანვე აი პირველივე დღიდან გადაწყვეტს, არ ვიცი, ალბათ თავისით რომ ყურზე რაღაც უნდა ქონდეს აუცილებლად დაფარებული ბავშვს იმისთვის რომ თავი დაისყვიოს. რეკომენდაცია როგორი არის? ვაკეთებთ ამ აფარებას თუ ჯერ ვაკეთებთ აუფარებლად ღია ყურით ამ ყველაფერს? ბავშვი როცა იბადება, სამშობიაროში რა თქმა უნდა ნახულობს პედიატრი. გაწერის დღესაც ნახულობს პედიატრი და ასევე ამოწმებს სკრინინგს უტარებს ოტორინოლარინგოლოგი ყველა სამშობიაროში. აქედან გამომდინარე, იქ რო რაიმე პრობლემა იყოს, თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ. რეკომენდაციას გაძლევენ, ფორმას გაძლევენ, სადაც აბსოლუტურად აღწერილია ბავშვის მდგომარეობა ყალყურცხვირის ორგანოების ჩათვლით. შესაბამისად, თქვენ იქცევით როგორც მითითებულია. ანუ თუ არის ნორმა და პრობლემა არ აქვს არანაირი, ბანთ ჩვეულებრივად. კი ბატონო, არანაირი პრობლემა იმის არ იქნება, რომ წყალი ჩავიდეს ყურში. ეხლა გადავალ იმ საკითხზე, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს, ეს არის მყარიკვების დაწყება და დღეს ძალიან აქტუალურად განიხილება ის საკითხი, რომ უმჯობესია ბავშვთან დაიწყო BLW მეთოდით კვება, რაც თვითკვებას გულისხმობს და რაც დაბლენდერებას გამორიცხავს და ჯობია რომ რაღაც დასრესილი საჭმელი, დასრესილი პროდუქტი შესთავაზო ბავშვს და თავისი ხელით სცადოს კვება. ჩვენ 6 თვიდან დავიწყეთ ეს, მაგრამ რაც მე შიშები მაქვს აქ გავლილი, ვერ აღწერ და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დედის შიში იქნება ეს, რომ ბავშვს არ გადასცდეს, ბავშვი არ დამეხსჯოს, არ გამეგუდოს, მეც მქონდა ეს შიშები, როდესაც ყლაპავდა ჩვენ ბროკოლის მაგალითი გვაქვს მაგალითად, აი ბავშვი წითლდებოდა, ხველას იწყებდა, გულს ირევდა და აი გულს რო აირევდა ხოლმე, მე უკვე ვიცოდი რომ всё გადაყლაპა და სეზონტკიგზები გაიხსნა და კარგად არის. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ეხა ის 5 წამია თუ არის, 3 წამია თუ 10 წამია, გონია რომ საუკუნე არის და всё დაიღუპე. აი რამდენად ნორმალური არის ეს რეფლექსები ბავშვის და აი როდის არის არანორმალური უკვე, აი როდის გვაქვს საშიშად საქმე?
სტრესულია რა თქმა უნდა მშობლისთვის, მაგაში დაგეთანხმებით, საშიშია ნამდვილად. რომ თვითკვება ძალიან კარგია, მაგრამ დიდი ულუფის მიღება ბავშვისთვის შეიძლება სარისკოც კი იყოს, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ბავშვიც რისკავს და მშობელიც, ასე ვთქვათ. აი, ის რეფლექსი, რაც თქვენ ახსენეთ, ეგ არის აბსოლუტურად გამოწვეული იმით, რომ იცავს ორგანიზმი თავს ხველით. და ცდილობს, რომ ამოახვალოს ეს მისთვის უცხო სხეული და მისთვის შეუჩვეველი. ეს ნორმალურია? პირველ ეტაპზე ახლავს ყვებას ეგ. და აი შეიძლება ბავშვი იყოს ისეთი, რომელთანაც ეს არ იქნება? არა. ყველა ბავშვთან ეს ყველაფერი იწყება ესე. და აი რამდენი ხანია ნორმალური? მაგალითად, რამდენი წამიანი ეს რეფლექსები, რამდენი წამი შეიძლება გაგრძელდეს და როდის უნდა მივხვდე, რომ ბავშვს უკვე შველა ჭირდება всё. ბავშვს ღმერთმა ყველა დაიფაროს მართლა ამ პრობლემისგან, მაგრამ როცა შველა ჭირდება, ამას აუცილებლად მიხვდებით. მოკლედ, უცხო სხეულის გადაცდენას ეს საკვები იქნება თუ სათამაშო თუ ასე შემდეგ, აუცილებლად მიხვდებით. როდის ჭირდება ბავშვს შველა? ბავშვს ჭირდება შველა, როცა აქვს ხველა პირველ ეტაპზე, შემდეგ უკვე ხველის რეფლექსი ითრგუნება და ბავშვი ხდება ციანოზური, ამ ფერი ეცვლება, რამოდენიმე წამში ხდება ეს, ანუ ძალიან სწრაფად ხდება რეალურად, მაგრამ რამოდენიმე წამში ატყობთ, რომ სახეზე ფერი შეეცვალა, გახდა მოლურჯო და ვერ ამოისუნთქა, როგორც ხალხში არის გავრცელებული, რომ ვერ ამოისუნთქა, სუნთქვა გააჩერა იმ მომენტში, წამების განმავლობაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ ბავშვს დავეხმაროთ. ხო, მაგრამ აი ჩემ შემთხვევაში ქონდა ხოლმე ეს რა, ეს ყველაფერი თავიდან. თვითონ გადაიტანა რეფლექსი. თვითონ გადაიტანა, კი. გადაიტანა. მაგრამ როცა ეს გრძელდება დიდი ხანი ძალიან და ბოლოს ხველაც აღარ არის და ამ ხელასაც აჩერებს. მაგ შემთხვევაში და პლუს ფერის ცვლილება მოდის, უკვე უნდა მივმართოთ იმას, რომ უშველოთ. და აი როგორ უნდა ვუშველოთ? თუ შეგიძლია ახლა პირველადი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩემი დიშვილის სათამაშო ყავს წამოყვანილი, რომელთაც თუ შეგიძლია გვაჩვენო რა ზომას უნდა მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რაღაც ნივთი იქნება, საკვები იქნება, თუ რამე უცხო სხეული იქნება გადაცდა, რას ვაკეთებთ პირველი სანამ სასწრაფო მოვა და სანამ ექიმთან მივალთ. ეხლა ამ თოჯინაზე რამდენად შეიძლება გაჩვენოთ? გაჩვენებთ რას ვაკეთებთ. დიდი ასაკის ბავშვებში სხვანაირად ხდება. ანუ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში სხვანაირად ხდება. მოზრდილებში სხვა მეთოდით ხდება, მუცხო სხეულის ამოგდება, ესე ვთქვათ. ბაღის ასაკის ბავშვებში კიდე სხვანაირად ხდება და მე გასწავლით ახლა პირველ რიგში ჩვილების შემთხვევაში როგორ ხდება. ესე იგი ბავშვი უნდა გადავიწვინოთ ხელზე, აუცილებლად. ვუფიქსირებთ ყბას. აი ესე ყბას ვუფიქსირებთ და ზურგზე დარტყმებით. აი ესე ზურგზე ესეთ მსუბუქი მოძრაობით და დარტყმებით ვცდილობთ რომ ეს უცხო სხეული ამოვაგდოთ. ხან რაღაც ვიბრაციას ხო, აი ესეთ პოზიციაში ვურტყამთ. შემდეგ აუცილებლად უნდა გადმოაბრუნო და ნახო ხო არ ამოვიდა პირის ღრუში ეს უცხო სხეული, თუ ამოვიდა, რა თქმა უნდა ფრთხილად უნდა ამოვიღოთ თითით, თუ არა და შეგვიძლია გადმოვაბრუნოთ და გულმკერდზე გავაკეთოთ ზეწოლები. ანალოგიურად გულმკერდზე ზეწოლები. არავითარ შემთხვევაში თავით დაკიდება, ფეხებით დაკიდება ბავშვის, რაც დაფერხვას აკეთებენ, რაც გავრცელებულია ძალიან. ნუ შეიძლება რაღაცა ვარიანტი არის მაგისი და რაღაც პროცენტი შეიძლება იყოს იმის, რომ ამოვარდეს ეს უცხო სხეული, ეს ფეხებით დაკიდებით, მაგრამ მოწოდებული არ არის ნამდვილად, რომ ფეხებით დავკიდოთ ბავშვი. როგორც გითხარით, ზურგზე დარტყმები აუცილებლად და უკვე გულმკერდზე დარტყმები. და პირის ღრუს შემოწმება. არავითარ შემთხვევაში თითით პირის გაღება ძალით როცა შეიძლება ეს პირველი რეფლექსი რაც გონია რომ ეს არის რომ გავაღებ პირს და უცებ თითი ამოვუსვა და იქნება ამოყვეს მე მქონია პირადად ჩემ შულთან ეგეთი შემთხვევა რომ გადაცდა ვაშლი და ზუსტად პირი რომ გააღო ისეთად გლასი ხედავდი ამას და გავრისკე ესე ვთქვათ და ამოვიღე ეს ვაშლი თუმცა უკვე თუ ჩაცდენილია ამ ტერიტორიას ჩვენს თვალთახედვის არის ჩვენი თვალთახედვის არის თუ ჩაცდენილია მაგ შემთხვევაში ყველა ვარიანტში დარტყმებით. და ეს ძირითად შემთხვევაში თუ სწორად გავაკეთებთ გშველის, ხო? ძირითად შემთხვევაში შველის. ან მეორე ვარიანტია, რომ აი ამ დარტყმებით ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ პირიქით ჩავარდეს
ჩაყლაპოს. შიგნით ჩაყლაპოს და ჩავარდეს. არა აქვს მნიშვნელობა სად ჩავარდება, ესე ვთქვათ, ანუ ბროხშიც რომ ჩავარდეს, უკვე ბავშვი ამოისუნთქავს, ანუ ჩაცდება აი იმ ტერიტორიას, რომელიც არის რისკი, ჩაცდება, ბავშვი ამოისუნთქავს და ამ შემთხვევაში უკვე მივდივართ ექიმთან და მერე უკვე შვიდად წავალთ ექიმთან და ბრონხოსკოპის საშუალებით შეიძლება ეს უცხო სხეული ბრონხიდან ამოიღო. თუმცა ერთს დავამატებ კიდე, ანუ დიდ ბავშვებში, შედარებით დიდ ბავშვებში, რომელსაც ესე ხელზე ვერ დაიწვევს, ბავშვი უნდა ყავდეს შენსკენ ზურგით. ანუ გადავახრევნებ ბავშვს თავს და იგივე ვაკეთებთ. ვაკეთებთ ამასაც ზურგზე ზეწოლას და ვაკეთებთ გულზე, კუნკერზეც ზეწოლას. კუნკერზე. კი ბატონო. კერდის ძვლის ქვევით. და აქაც ამას ვაფიქსირებთ, ხო? ხო. და დიდი ადამიანის შემთხვევაში ორი ხელით ხდება უცხო სხეულის ამოღება, ესე ვთქვათ, დახმარება, რომ ამოაკლოს. ხო, უკნიდან ადგებიან და რაღაც ეხმარებიან. იცი რა მითხარი, რაღაც აპარატები ვნახე. რაღაცა რაც რო გადაცდესო ბავშვს ესე დააჭერ და გიგდებს რა. რაღაცა იცი ეგეთი აპარატი? არის ეგეთი? ხო, რაღაცა არსებობს რა და რამდენად ნორმალურია. ეს აპარატი სად უნდა გქონდეს ახლა? ხო, ყველგან სადატარები. ხა მეც მეთქი ხო არ ვიყიდო ეს, მაგრამ მე ხა პრაქტიკული იქნება. ხარნაირო ხა აპარატით. მოდი ხა ვისაუბროთ ბავშვებში ყველაზე ხშირად გავრცელებულ პრობლემებზე. რა პრობლემები არის ესე? ყველაზე ხშირი მომართვიანობა ბავშვთა ასაკში არის რა თქმა უნდა, ასაკს გააჩნია ჩვილობაში იქნება თუ მერე ბაღის ასაკში. მაგრამ ყველაზე ხშირად გავრცელებულია ყურის ანთება, ანუ ოტიტი, ასევე ადენოიდიტი, პატარა ასაკში ძალიან ხშირად გავრცელებულია. ეს არის პოლიპებს, რასაც ეძახიან საზოგადოებაში და შურა ჯირკვლების მწვავე ან ქრონიკული ანთება, ან ტონზილიტი. გლანდები არ არის ეგეთი ხშირი გავრცელებული. ანუ ეგ არის, ანალოგიურია. შურა ჯირკვლების. შურა ჯირკვლების. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს მჭირს ცხვირით სუნთქვა, ან ხრინავს ღამე, ეს შეიძლება მივიჩნიო რამე ნიშნად, რომ მე ექიმთან მყავს ბავშვი წასაყვანი? რა თქმა უნდა. ცხვირით სუნთქვის გაძნელებაც და ხრინვაც არის ნიშანი იმისა, რომ ექიმთან წაიყვანო ბავშვი, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს რაღაც პერიოდის განმავლობაში და არა, ვთქვათ, ერთჯერადად ბავშვი ვირუსული ინფექცია შეეყარა ან გაცივდა და მეორე დღეს ადგა და წაიყვანო ექიმთან. ეგეთი რაღაცა სწორიც არ მგონია. იმიტომ რომ შეიძლება იმდენად დაძლევადი იყოს ეს პრობლემა, რომ აბსოლუტურად ექიმის გარეშე მოგვარდეს. მეორე და მესამე დღეს, ანუ ეს სასწრაფოდ წასაყვანი არ არის ბავშვი ექიმთან. უფრო ხშირად კლინიკიდან მოაქვთ ხოლმე ერთმანეთთან რიგში დგომით და ასე შემდეგ ერთმანეთთან კონტაქტით, უფრო მძიმე ინფექციით დაბრუნებულ ან პირადად ჩემ მაგალითზე გეტყვით, უფრო მძიმე ინფექციით დაუბრუნებულ ვართ სახლში, ვიდრე იმით, რაც გქონდა და რის გამოც წავედით. თუ პაციენტს დიდი ხნის განმავლობაში, კვირების განმავლობაში აღენიშნება ცხვირის სუნთქვის გაძნელება, ჩამონადენი ცხვირიდან, რომელიც ზოგჯერ შეფერილია, ზოგჯერ ახლავს სპეციფიური სუნი, ასევე ხრინავს, აქვს ტემპერატურული რეაქცია, თავისთავად ყველა ვარიანტში ჯობია რომ მივმართოთ ექიმს და პროფესიონალს. შეიძლება პირველ რიგში მივმართოთ პედიატრს ტემპერატურის შემთხვევაში და ვირუსული ინფექციის შემთხვევაში. თუმცა აი ეს სიმპტომები რაც ჩამოვთვალეთ, მაინც საფუძველია იმის, რომ მივიდეთ ყალყურცხვირის ექიმთან. და პლუს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ძილში სუნთქვის გაჩერება, აპნოეს სინდრომი. ეს არის ძილში სუნთქვის გაჩერება, კი. ანუ მშობლები ხშირად მოდიან, მოგმართავენ, რომ ცუდად სუნთქავს. წლების განმავლობაში არიან ეგეთი ბავშვებიც, რომ წლების განმავლობაში აქვს პირღიაობა, თანკვლევის დარღვევა, ცუდად სუნთქვა, დაღლილობა, სხვათა შორის ერთ-ერთი სიმპტომია დაღლილობა. ოღონდ ეს არ ხდება თვეების ასაკში, ეს ბაღის ასაკზე ვსაუბრობ ხა. ხშირად არის რომ ბავშვები ამბობენ რომ დავიღალე, დედა ხელში ამიყვანე და დედა აწერს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამას, რომ ზარმაცობს, ან ხელში უნდა და იმიტომ მეუბნება, მაგრამ რეალურად შეიძლება მართლა იყოს დაღლილობა, მართლა იყოს სიმპტომი იმის, რომ აქვს პრობლემა. თუმცა ეგ არ არის მარტო ცხვირის პრობლემები, შეიძლება იყოს შურა ჯირკვლების პრობლემები, ანუ გლანდების პრობლემები, მაგასთან დაკავშირებული ეს ყველაფერი, რომელიც ძირითადი გამომწვევი, როგორც მივხვდი, ან პოლიპი არის ხოლმე ამ შემთხვევაში, ან გლანდი? ამ სიმპტომების, ხო, შეიძლება იყოს ამათთან დაკავშირებული. თუმცა თვითონ ამ პროცესებს იწვევს ინფექციები.
თქვათ წავიდა ბავშვი ბაღში, ერთ კვირაში მოვიდა სახლში დაბრუნდა ვირუსით. ანალოგიურად გამოჯამრთელდა, ისევ გაუშვა მშობელმა ბაღში და შეიძლება ერთ კვირაში არა, მაგრამ უკვე ორ კვირაში დაბრუნდა ისევ ვირუსით. ანუ ხშირი ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია იწვევს ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში. თუ არსებობს რაიმე მექანიზმი, რისი საშუალებითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ, რომ ეს დაავადებები ავირიდოთ. ერთადერთი მექანიზმი ალბათ არის ბავშვის იმუნიტეტი. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს, თუმცა ის იმუნიტეტიც გამომუშავდება ამ ორგანოების, ესე ვთქვათ, კარგი მუშაობის შედეგად. ეს ლიმფოიდური რგოლი არის დამცველობითი ფუნქციის მატარებელი ბავშვებისთვის და თუ ეს ქსოვილები არ არის, როგორც გლანდების ისე ადენოიდების ქსოვილები არ არის დაავადებული, ესე ვთქვათ, ჩირქოვანი და არის ქსოვილი ჯამრთელი, პირიქით ბავშვს ეხმარება იმუნიტეტის გამომუშავებაში. თუმცა ბაღის ასაკში ხშირია ის პრობლემები, რომ ბავშვს უტევს ყველა მხრიდან, ესე ვთქვათ, ბაქტერია და ვირუსი, რომელსაც მიუჩვეველია მისი ორგანიზმი, ვინაიდან სოციალიზაცია ახალი დაწყებული აქვს, ესე ვთქვათ, უწევს ბევრ ადამიანთან კონტაქტი, შესაბამისად დაავადებების გავრცელების რისკი არის ძალიან მაღალი. თუმცა ის, რომ ბავშვი დავიცვათ ამ ბაქტერიები და ვირუსებისგან და ბაღში არ გავუშვათ, ეგეთი რეკომენდაციას ნამდვილად ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ თავისი დიდი ფუნქცია აქვს და დიდი წვლილი აქვს ალბათ ამ ყველაფერს. თუმცა ძალიან რთულია მშობლისთვის ეს პერიოდი ჩემთვისაც როგორც მშობლისთვის იყო ურთულესი ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მაგრამ იმდენად აუცილებელი იყო, რომ ბავშვს ეგ უნდა გაევლო აუცილებლად. და როდის შეიძლება მივხვდეთ, რომ ბავშვს უკვე სჭირდება ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა. ქირურგიულ ჩარევასთან მივდივართ მაშინ, როცა პაციენტი მოგმართავს შემდეგი სიმპტომებით. დაღლილობა, სახსრების ტკივილი, ძლიერი ოფლიანობა, ხშირ შემთხვევაში, მაჯის აჩქარება, ასევე ხშირი ანგინა, რაც გულისხმობს არა უბრალოდ ტონზილების ანთებას და ყელის სიწითლეს, როგორც ხშირ შემთხვევაში იციან მშობლებმა, რომ ყელი წითელი აქვს მუდმივად და ოპერაცია მინდა. ეგეთი რამე არ ხდება. წელიწადში 3-4 ანგინის შემთხვევა, როცა დადასტურებულია და პაციენტს უწევს ხშირად მიიღოს ანტიბიოტიკი, ამ მიზეზებითაც მიიღოს ანტიბიოტიკი, რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ ვაჩვენოთ ესეთი ყელი ყელყურის ექიმს. თუმცა ხშირად არის რომ პაციენტი თვითნებურად მოგმართავს, არის შემთხვევები, როცა პედიატრები გადმოამისამართებენ ხოლმე რომ შევამოწმოთ არის თუ არა გლანდების პრობლემა. ასევე შეიძლება იყოს კარდიორევმატოლოგები ამ ამბავში ჩართული, ანუ კარდიორევმატოლოგმაც გადმოამისავართოს პაციენტი, იმიტომ რომ პაციენტს აღენიშნება გულზე პრობლემები, ესე ვთქვათ, გულის მიერი სიმპტომები აღენიშნება, ასევე სახსრებზე აქვს პრობლემა. ამ შემთხვევაში ხშირად დასტურდება, რომ არის გამოწვეული ჩირქოვანი გლანდებით, რომელიც შეიძლება ფარულად მიმდინარეობდეს, ეგრეთ წოდებული ფარულ გლანდებსაც ეძახიან, ვიზუალურად არ ჩანდეს, რომ ჩახედავ ყველაფერი რიგზია ყელში, თუმცა გლანდზე ტონზილაზე ზეწოლის შედეგად ხშირად აღმოჩნდება დიდი რაოდენობით ჩირქი. მითია თუ რეალობა, როდესაც იძახიან, რომ ნაადრევ ასაკში ან ბავშვობის ასაკში გაკეთებული გლანდების ოპერაცია ბევრად უფრო მარტივად გადასატანი არის, ვიდრე უკვე ზრდასრული, აი თქვათ ჩვენ ხელა ადამიანი, როდესაც იკეთებს ამ ოპერაციას. ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ დიდ ასაკში, რა თქმა უნდა, უფრო მეტჯერ უწევს ორგანიზმს ამ ყველაფრის გადატანა. პატარა ასაკში, ვთქვათ, რაოდენობრივად აი რეაბილიტაციის ნაწილში. რეაბილიტაციის ნაწილი ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ასაკში არის მარტივი. თუმცა ბავშვი უბრალოდ ვერ აღიქვამს მთელი სირთულით ამ ყველაფერს და პლუს ბავშვის ორგანიზმის მიდრეკილია, რომ ყველაფერი შეხორცეს, ჭრილობა შეხორცეს სწრაფად კი არა და პრობლემის სადღაც მაინც შეიძლება იყოს ეგ ამბავი. მე მომისმენია ბევრი მშობლისგან მაგალითად რომ უთქვამს, რომ მისჩვენია ეხლა გავუკეთო გლანდების ოპერაცია, იმიტომ რომ გაიზარდება ეხლა გლანდები ხომ მაინც აქვს და მე იქნება საოპერაციო და ეხლა სანამ უფრო მარტივად გადასატანი არის, მოდი ეხლა გავუკეთებ. ეს მიდგომა სწორი არის თუ არ არის? არა, სწორი არ არის.
ან აუცილებლად თუ არ არის საოპერაციო, უბრალოდ იმიტომ რომ ბავშვს გლანდი აქვს და ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა ცხვირი ცუნთვის გაძნელებით მოყავთ ბავშვი, ვეუბნები, რომ ჩემს საახლობლოშიც ხშირია ეგეთი სიტუაცია, შემთხვევა მქონია, ეუბნები, რომ მოდი მარტო ცხვირი გავუკეთოთ, იმიტომ რომ რეალურად ადენოიდები გავუკეთოთ, იმიტომ რომ რეალურად გლანდი არ აწუხებს, არანაირი ჩივილი არ აქვს აქ მხრივ, უბრალოდ არის დიდი ზომის ქსოვილი. თუმცა არ არის ჩართული სუნთქვაში. აი იმ დიდი ზომის ტონზილასაც გააჩნია. თუ არის ეგრეთ წოდებული მკოცნავი ტონზილები, რომელიც სუნთქვაშიც ხელს უშლის ბავშვს და დაწორებულ მდგომარეობაში სავარაუდოდ უკეტავს სასუნთქ-გზას, მონაწილეობს სასუნთქის ჩაკეტვაში რაღაც დონეზე. ამ შემთხვევაში გლანდის ქსოვილი რომც იყოს ჯანმრთელი, რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მოდი ეს გლანდი მოვაშოროთ, იმიტომ რომ სულფასოვნად მაინც ვერ ისუნთქებს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა მხოლოდ ცხვირია გასაკეთებელი, მხოლოდ ადენოიდია გასაკეთებელი და მშობელი გეუბნება, რომ ბარემ გლანდიც მივაყოლოთ. აი ეს ბარემ არ არის სწორი. ბარემ არის მათთვის გამოსავალი, მაგრამ ბარემ არის გამოსავალი, რომ წლების მერე რო დაჭირდეს, ბარემ ეხლა გავუკეთოთ, მაგრამ შესაძლოა არ დაჭირდეს. შესაძლოა არ დაჭირდეს. ხო. და გლანდების ზომა არ განსაზღვრავს იმას საოპერაციო არის თუ არა პაციენტი. ყველაზე ხშირად გავრცელებული მითი მაგალითად რა შეიძლება იყოს, აი ხალხური მეთოდებით მკურნალობის ნაწილში. მე მაგალითად გამიგია ყური რომ გტკივა, მარილი, სადღაც უნდა მოათავსო, გაათბო და მე ეს თბილი მარილი დაიდო და გაგივლის ყურის ტკივილი. რაღაც ესეთი რამ გამიგია. რამდენად რეალობასთან ახლოს არის ეს? არიან ესე ნამკურნალები პაციენტები მოხვედრილი ჩვენთან. მარილით არა მხოლოდ დადებით, არამედ ყურში მარილის ჩაყრით, ყურში სანთლის ჩასხმით და სხვადასხვა სითხეების ჩასხმით, ესე ვთქვათ, მაგრამ მაინც რეკომენდირებულია ან ეს ეხლა ყურში მარილის ჩაყრა, მე მეგონა რომ რაღაც ხუმრობდნენ ერთმანეთში, ანუ რაღაცა საშინელებას იწვევს წესით. ყურში მარილის ჩაყრა არ მიფიქრე რომ შეიძლება ვიღაც ადამიანს მკურნალობის მეთოდი ეგონოს პროსახიბათო ჩანს, ან სანთლის ჩასხმა. და რას აზიანებს მე ესეთი პაციენტი რომ მოსულა, ალბათ რაღაც უარესი და უმართა თავს. სანთელი ყურში წარმოიდგინეთ როგორი ჯერს კანზე რო დაგეწვეთება როგორი მწარია და ყურში ჩაწვეთება. ალბათ ეს ყურზე ცხელი მარილის დადება იყო ზუსტად ისთება, რომ სითფური ეფექტი ქონოდა და სითბოს შედეგად ტკივილი სინტეზიობა მცირდებოდა. ამ შემთხვევაში, როცა წვავე შუაყურის ანთება ხელმარილს ადედნენ და მერე შველოდათ. ანუ რეალურად იქ უკვე მომწიფებული იყო ეს პროცესი და დასრულებული იყო, ესე ვთქვათ, ის პროცესი, რაც მიმდინარეობდა, ანუ მთავარი პროცესი მარილის დადებამდე მოხდა უკვე ყურში. დიდი ხნის განმავლობაში ვთქვათ, ბავშვს წკიოდა მწვავედ და იქ შიგნითა ყურში და შუაყურში დაგროვილი ჩირქი ამ ცხელი მარილის დადებით, ესე ვთქვათ, გადმოედინება გარეთ. ოღონდ მარილი არ არის, აქ წამყვანი არის, ის სითბო, რომელმაც უბრალოდ ხელი შეუწყო, რომ ის დაფსაკი გამსკდარიყო და გადმოსულიყო სითხე შიგნიდან. ეგ შეიძლება ისედაც მომხდარიყო, ეს სავარაუდოდ ისედაც მოხდებოდა, უბრალოდ ალბათ დროში ცოტა გაიწელებოდა. კი ბატონო, შუაყურის ანთებას რა რისკები ახლავს, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს ანთება? შუაყურის ანთება საკმაოდ დიდი რისკების შემცველი პრობლემაა, რომელსაც აუცილებლად ჭირდება დიაგნოსტირება, აუცილებლად ჭირდება სწორი მკურნალობა, კომპეტენტური მკურნალობა. დიაგნოსტირებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ სპეციალისტმა დასვას დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი შემთხვევაა, როცა მიკროსკოპის ქვეშ თვალიერდება ყური და დაფისაკი სასმენი მილი და ესე დგება დიაგნოზი. შესაბამისად, მკურნალობაც არის მარტივი, ესე ვთქვათ. მაგრამ გართულებული შემთხვევები, აი თუ თქვა მშობელმა გადაწყვიტა, რომ რაღაცა ატკივდა და ეს მალევე გადაუვლის. და ნუ არ გაუარა ბავშვს. რა შედეგამდე შეგვიძლია მიგვიყვანოს დაგვიანება? აი ხარ მინდა რომ მშობლები შევაშინო ესე ვისაუბრო ამ თემაზე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ნამდვილად სათანადო ყურადღება არ ექცევა ამ ყველაფერს და მე ხდება საჭირო ხშირ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა, შეიძლება გადავიდეს მენინგიტში, ანუ ყველაზე ესეთი რთული გართულება, ესე ვთქვათ, არის მენინგიტის განვითარება და ზუსტად მენინგიტი რო არ განვითარდეს, იმიტომ არის საჭირო ოპერაციული ჩარევა.
ხშირად ეგ არ ხდება საბედნიეროდ, მაგრამ იშვიათ შემთხვევები არის, როცა ეს ჩარებები ჭირდებათ ბავშვებს. და აი შუა ყურის ანთება როგორ უნდა მივხვდეთ, რომ შეიძლება შუა ყურის ანთებასთან მქონდეს საქმე? მოდი მაყურებელს პირველ რიგში ავუხსნათ შუა ყურის ანთება, შუა ყური რას გულისხმობს, ხო? გარე ყური და შუა ყური, ყური შედგება სამი ნაწილისგან. ესე გასაგებად რო ვისაუბროთ, ყური შედგება სამი ნაწილისგან, გარეთა ყური, შუა ყური და შიგნითა ყური. გარეთა ყური არის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ყურის ნიჟარა და გარეთა სასმანიმილი. შიგნითა ყური შუა ყური იწყება უკვე დაფისაბკის შიგნით, ესე ვთქვათ. დაფისაბკი არის ეს ეგრეთ წოდებული ბარაბანი და ეს არის ბარიერი, ანუ ზღვარი შიგნითა და გარეთა ყურს შორის. შუა და გარეთა ყურს შორის. შუა ყურის ანთება ხდება ხშირად გახანგრძლივებული რინიტების დროს, ანუ ცხვირიდან ჩამოსდიოდა და ყურის ანთება დაიწყო. ყურის ანთებაში გადაუვიდა, ხშირად არის ეგეთი ტერმინები. ეს ხდება მაშინ, როცა ვთქვათ, ცხვირი არის ჩაკეტილი დიდი ხნის განმავლობაში, გამონადენით იქნება თუ ადენოიდების ესე ვთქვათ, ჰიპერტროფიით გამოწვეული, დიდი ხნის ანუ უჰაეროდ აერაცია, რაც ნორმაში ხდება, ეს აერაცია, როცა ისპობა, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში იკეტება F-სახის მილი, რომელიც შუა ყურსა და ცხვირის ღრუს აკავშირებს ერთმანეთთან. იქ წარმოიქმნება ბლანტის სითხე, რომელიც ნორმაშიც მოძრაობს მან სითხე, თუმცა ეს სითხე სქელდება, დიდი რაოდენობით არის ჭარბი სეკრეტი ხდება ამ სითხის და დიდი ხნით დაყოვნება ხდება ამ F-სახის მილში. ეს იწვევს იმას სწორედ, რომ გადადის ჩირქოვან პროცესში და საბოლოო ჯამში ეს სითხე იწვევს ძლიერ ზეწოლას და ტკივილს დაფისაბკზე, თუმცა მშობელი ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ აი რაღაც სითხე წამოუვიდა ღამე ყურიდან და მე უკვე აღარ ტკიოდა. რეალურად ეგ სიმართლეა, იმიტომ რომ როცა სითხე უკვე დაფისაბკი გაირღვა და სითხე წამოვიდა, ტკივილი იხსნება, კი, გათავისუფლდა წნევისგან, ზეწოლისგან, ტკივილი იხსნება ნამდვილად. უბრალოდ მე ჭირდება კომპეტენტური მკურნალობა ამ ყველაფერს, დიაგნოსტირება, ხელი შეწყობა, რომ ეს დაფისაბკი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და შეხორცდეს. თუ ადამიანს უნდა შენთან სამკურნალოდ მოიყვანოს შვილი ან საკუთარი თავი, სად მოვიდეს და როგორ გიპოვოს, მოკლედ ეს ინფორმაციაც რომ გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. ჩემი ძირითადი სამუშაო ადგილი არის ყელყურცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე ქევანიშვილის კლინიკა, რომელიც მდებარეობს თბილისში. ეს ექიმი ქალბატონი რანაირად აღმოჩნდი ფოტოგრაფიაში, ესეც რომ მოგყვე. ექიმობა არის ჩემი ძირითადი სპეციალობა. მაგრამ ექიმობას ერთად ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. ფოტოგრაფიაც იყო ერთ-ერთი, რომელიც ჩემი შვილების გაჩენის მერე უფრო გამიმძაფრდა ფოტოგრაფიის შესწავლის სურვილი. დედობა მოიტანა, კი. ნამდვილად რაღაცა ისე დაალაგდა პრიორიტეტები შვილები რო გავაჩინე, მერე დედობა აღმოჩნდა ჩემი პრიორიტეტი. ეგ არ მინდა რომ პოტენციურმა პაციენტებმა მიიღონ ცუდად, რომ იმ სფეროს რამეს ვაკლებ ან ნაკლებად ყურადღებით ვეპყრობი ამ პაციენტს, არა. ყურადღება ბავშვების მიმართ განსაკუთრებით გამიმძაფრდა ბავშვების გაჩენის შემდეგ. და რავი, ალბათ 10 მაგათ ყურადღებიანი ვარ, ვიდრე იქამდე ვიყავი. თუმცა რაღაცებმა წამოიწია წინა პლანზე, ესე ვთქვათ, ცხოვრების წინა პლანზე. ესეთი აღმოჩნდა ფოტოგრაფიაც. სფერო, რომელზეც ძალიან დიდი ხანი ფიქრობ და რაღაცა წლების პროექტი იყო, ესე ვთქვათ, ჩემს გონებაში, რომელიც რატომღაც გადავწყვიტე, რომ 2025 წელს დამელაგებინა და საბოლოო ჯამში გამეგო ეს ჩემი ჰობი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონდა ჩემს ირგვლივ, ხოლო სანაცნობას მოწონების საგანი იყო თუ ზოგადად კარგად გამომდიოდა ეგ თემა, რატომღაც ეგეთი რაღაც ჩელენჯივით დაუწესე ჩემ თავს და გადავდგი ნაბიჯები ამ სფეროში და სწორედ ესე აღმოჩნდი შენთან. თამთა არის ჩვენი სტუდიის ერთ-ერთი სტუდენტი, ჩვენ ფოტოგრაფებისთვის მასტერკლასები გვაქვს და სწორედ ამ მასტერკლასებმა შეგვახვედრა ერთმანეთს. თამთა ძალიან დიდი მადლობა, რომ შენი ვიცით, რომ უამრავი საქმე გაქვს და გამოყავით, რომ მოსულიყავი ჩვენთან სტუმრად, შენი გამოცდილება გაგეზიარებინა ჩვენთვის, არაჩვეულებრივი რეკომენდაციები, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას ძალიან დაეხმარება. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ, როგორც ექიმს და ასევე როგორც ფოტოგრაფს ჩვენს ცხოვრებაში. და თავარი როგორც დედას. თავარი ეგ ნამდვილად. მადლობა თქვენ.
მადლობა, რა ვიცი, იმ პერიოდს და დროის მონაკვეთს, როცა ჩვენ გადავიკვეთეთ. დიდი მადლობა და წარმატებები თქვენს ახალ პროექტს. დიდი მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის.